ირანმა ჯოჯოხეთის კართან მიადგა, როცა ფუჯაირას მახლობლად გემი დააკავა და ხომალდი ირანის წყლებისკენ მიმართა. 2026 წლის 14 მაისის დილას, ჰორმუზის სრუტის კრიზისის ეპიცენტრში. ყველაზე სერიოზული ინფორმაცია ბრიტანული ორგანიზაცია UKMTO-დან მოვიდა, რომელიც საზღვაო უსაფრთხოებას აკვირდება. არასანქცირებული პირები ავიდნენ გემზე, რომელიც გაჩერებული იყო არაბთა გაერთიანებული საამიროების სანაპიროდან, დაახლოებით 38 საზღვაო მილის მანძილზე. და გემი დაიწყო მოძრაობა თეირანის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიისკენ. ირანის რეჟიმი მუქარიდან რეალური ძალის გამოცდაზე გადავიდა. როდესაც ამ რეგიონში გემი იკავებენ, ეკიპაჟი ხდება ზეწოლის ბერკეტი. გლობალური ვაჭრობა დარტყმას იღებს და ვაშინგტონს უწევს გადაწყვიტოს მხოლოდ დააკვირდეს კრიზისს, თუ მძიმე ფასის გადახდას დააკისროს. ჯერჯერობით ოფიციალურად არ დადასტურებულა დაღუპულები, დაჭრილები ან სროლა ხომალდზე. ასევე არ არსებობს საჯარო დადასტურება ეკიპაჟის ზუსტი რაოდენობის შესახებ, მაგრამ სწორედ აქ არის რისკი. სანამ ირანი ხომალდს თავის წყლებთან უფრო ახლოს მიათრევს, ხომალდზე მყოფი თითოეული ადამიანი შეიძლება პოლიტიკურ ფარად გამოიყენო. ამ ყველაფერს ახლავე გეტყვი, მაგრამ ახლა არხის გამოწერა მოგინდება, რათა ინფორმირებული დარჩე და მიიღო ინფორმაცია რეალურ დროში, საუკეთესო ჟურნალისტური ხარისხით, რაც კი ოდესმე გინახავს. სანდოობის სტანდარტი, მილსონ ალვესი. Financial Times-მა გემი დაასახელა როგორც რუი ჩუანი ჰონდურასის დროშით და აღნიშნა, რომ ის ფუნქციონირებდა როგორც მცურავი არსენალი. ეს ეპიზოდს კიდევ უფრო სენსიტიურს ხდის, რადგან თეირანი შეიძლება შეეცადოს ამ დაკავების სამხედრო პროპაგანდად გადაქცევას. მიმდინარეობდა ჩვეულებრივი კრიზისული გადაკვეთა, სადაც გემები გაჩერებული, შეკავებული ან მონიტორინგის ქვეშ იყვნენ. ეს ყველაფერი ირანს, შეერთებულ შტატებსა და სპარსეთის ყურის მოკავშირეებს შორის დაპირისპირების გამო ხდებოდა. სწორედ ამ გარემოში აიღეს შეიარაღებულმა პირებმა გემის კონტროლი. მოქმედების ფორმა ისლამური რევოლუციური გვარდიის სტანდარტს ემთხვევა. სწრაფი ჩასხდომა, ეკიპაჟის კონტროლი, მარშრუტის შეცვლა და ირანის წყლებში გადასვლა მანამდე, სანამ გარეძალა უსაფრთხოდ მოახერხებს რეაგირებას. ირანი ცდილობს ასეთი ქმედებები საზღვაო შემოწმებად წარმოაჩინოს, მაგრამ რეალურ სამყაროში ეს სახელმწიფო გატაცებას გავს. რადგან კუთხეში მიმწყდეული რეჟიმი სამოქალაქო გემს სამხედრო გზავნილის გადასაცემად იყენებს. პროვოკაცია მარტო არ მოდის. 2 დღით ადრე ქუვეითმა ირანი დაადანაშაულა რევოლუციური გვარდიის შეიარაღებული ჯგუფის გაგზავნაში, რომლებიც ცდილობდნენ ბუბიანის კუნძულზე შეღწევას, რომელიც მდებარეობს ყურის ჩრდილოეთ ნაწილში, ახლოს ერაყთან და თავად ირანთან. ქუვეითის ბრალდების მიხედვით ოპერაციაში მონაწილეობდა ირანულ ძალებთან დაკავშირებული 6 პირი. 4 დააკავეს, 2 გაიქცა და 1 ქუვეითელი სამხედრო დაიჯრა. თეირანმა ეს უარყო და განაცხადა, რომ ეს ადამიანები ქუვეითის წყლებში ნავიგაციის შეცდომის გამო აღმოჩნდნენ, მაგრამ ეს ახსნა მოცემულ ვითარებაში ძალიან სუსტია. პირველად ქუვეითში შეღწევა მოხდა. ეხლა კი გემი, რომელიც არაბთა გაერთიანებული საამიროების მახლობლად აიღეს. სურათი ესკალაციისკენ მიუთითებს არა შემთხვევითობაზე. ამავე დროს ირანი ცდილობს წყალქვეშიდან დაშინებას. ამერიკის შეერთებული შტატების პრესამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ თეირანმა გამოაცხადა მცირე წყალქვეშა ნავების გაგზავნა ჰორმუზის სრუტეში და ამ ტექნიკას რეგიონის უხილავ მცველებს უწოდებს. თუმცა Fox News-თან მოსაუბრე სპეციალისტებმა ამ თეატრის სისუსტეზე მიუთითეს. ამ წყალქვეშა ნავებს აქვთ მოქმედების არეალის, გამძლეობისა და ცეცხლის ძალის შეზღუდვები. გარდა ამისა, ისინი ადვილად შეიძლება აღმოჩნდნენ. ირანი ცდილობს მსხვერპლის როლში წარდგეს იმ დროს, როცა ზღვას შანტაჟის იარაღად იყენებს. ახლა თეთრი სახლი რთული არჩევანის წინაშეა. თუ ამ შემთხვევას მცირე ინციდენტად მიიჩნევს, თეირანი მიხვდება, რომ ამ მეთოდის გამეორება შეუძლია. მარკო რუბიო უკვე ჩართავდა ჩინეთს ამ საკითხში, რადგან პეკინი ყიდულობს ირანულ ენერგიას, ესაუბრება თეირანს და თავადაც ზარალობს, როცა მისი გემები სპარსეთის ყურეში იჭედება. ირონია საკმაოდ მძაფრია. ირანი დამოკიდებულია ჩინეთის ეკონომიკურ დაცვაზე, მაგრამ ქმნის საზღვაო კრიზისს, რომელიც ჩინეთის ვაჭრობასაც უშლის ხელს. ისტორია გვეხმარება გავიგოთ, რატომ არ შეიძლება ეს შემთხვევა ჩვეულებრივ მოვლენად ჩაითვალოს. 2015 წელს ირანის ძალებმა გააკეთეს გამაფრთხილებელი გასროლები და აიყვანეს მერსკ თიგრის, მარშალის კუნძულების დროშის ქვეშ მცურავი გემი და გადაიყვანეს იგი ირანის წყლებში. სავაჭრო დავის მოტივით. საქმე რამდენიმე დღის შემდეგ დასრულდა. ეკიპაჟი უსაფრთხოდ იყო, მაგრამ ეს ნათლად აჩვენებს, თუ როგორ იყენებს თეირანი უცხოურ გემებს ზეწოლის შესაქმნელად და შემდეგ დათმობების მისაღებად. 2019 წელს რევოლუციურმა გვარდიამ ჰორმუზის სრუტეში ბრიტანული ნავთობის ტანკერი სტენა იმპერო დააკავა. მას შემდეგ, რაც ლონდონი მონაწილეობდა ირანული გემის დაკავებაში გიბრალტარში.
გაერთიანებულმა სამეფომ ეს ქმედება მტრულ აქტად შეაფასა და ეს შემთხვევა განმეორებადი ტაქტიკის სიმბოლოდ იქცა. როდესაც ირანი თავს მომწყვდეულად გზნობს, ის საზღვაო სამიზნეს ეძებს, რათა სისუსტე ძალის დემონსტრაციად აქციოს. სხვა ქვეყნების მაგალითები აჩვენებს, რომ ნაოსნობის თავისუფლება დიპლომატიური დეტალი არ არის, ეს სუვერენიტეტის წითელი ხაზია. როდესაც გაერთიანებულმა სამეფომ 2019 წელს გიბრალტარში გრეისზე იმოქმედა, სპეციალური ძალები გამოიყენა, რათა ნავთობი სირიაში არ ჩასულიყო და ევროპული სანქციები არ დარღვეულიყო. როდესაც წითელ ზღვაში კომერციულ გემებს ჰოლცის თავდასხმებით დაემუქრნენ, საერთაშორისო პასუხი იყო ესკორტი, პატრულირება და სამხედრო ზეწოლა, რათა მილიციებს არ მიეცათ შესაძლებლობა საზღვაო მარშრუტები მძევლად ექციათ. იგივე ლოგიკა ეხება ჰორმუზსაც ახლა. თუ შეიარაღებული ძალა გადაწყვეტს ვინ გაივლის, ვინ გაჩერდება და ვინ გახდება მძევალი, გლობალური ვაჭრობა დაემორჩილება ყველაზე აგრესიულის ძალას. ამიტომ აშშ-სა და მის მოკავშირეებს საჭიროა რომ დატყვევება აღიქვან როგორც პოლიტიკური ომის გაფრთხილება და არა როგორც უბრალო საზღვაო ინციდენტი. ეხლა შემდეგი ნაბიჯი დამოკიდებულია იმაზე, სად გაჩერდება ეს გემი, ვინ იმყოფება მასში და რა ფასი დაეკისრება თეირანს. თუ ხომალდი ირანის პორტში მიადგება, კრიზისი კიდევ უფრო საშიშ ფაზაში შევა, რადგან ეკიპაჟი შეიძლება პირდაპირ რეჟიმის კონტროლქვეშ აღმოჩნდეს. თუ მძევლების არსებობა დადასტურდება, პასუხის მოთხოვნა სწრაფად გაიზრდება. თუ ირანი შეეცდება ხომალდი დათმობებში გაცვალოს, დონალდ ტრამპს წინ ექნება ისეთი კრიზისი, რომელიც სიტყვებსა და რეალურ ძალაუფლებას შორის ზღვარს ავლებს. ირანის რეჟიმმა იფიქრა, რომ კიდევ ერთ ნაბიჯს გადადგამდა ფასის გადახდის გარეშე. მაგრამ როდესაც თეირანმა ერთდროულად შეეხო ხომალდს, ეკიპაჟს და საერთაშორისო საზღვაო მარშრუტს, მან საკუთარი პოლიტიკური კისერი დადო სასწორზე. როდესაც ტერორისტულმა რეჟიმმა სცადა ამერიკელი მძევლები ზეწოლის იარაღად გამოეყენებინა, დონალდ ტრამპმა ეს შემთხვევა უსასრულო დიპლომატიურ დრამად არ მიიჩნია. მან მუქარა პირდაპირ დააყენა დღის წესრიგში და მტრისთვის საფასური გაზარდა. ასე მოიქცა ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგაც, როდესაც შეერთებული შტატების სამხედრო ზეწოლამ ხელი შეუწყო ხალიფატის განადგურებას, რომელიც იტაცებდა, აწამებდა და დევნიდა ხალხს. ის უცხოელებს სიკვდილით სჯიდა, რათა დასავლეთი დაეშინებინა. ასევე მოხდა მაშინაც, როდესაც დონალდ ტრამპმა ბრძანა ყასემ სულეიმანის, ირანელი მეთაურის ლიკვიდაცია, რომელსაც ვაშინგტონი ამერიკელებზე თავდასხმების ორგანიზებაში და რეჟიმის ტერორისტული დაჯგუფებების მხარდაჭერაში ადანაშაულებდა. ლოგიკა ახლაც იგივეა. თუ ირანი ფიქრობს, რომ შეუძლია გემი წაიყვანოს, ეკიპაჟი დააპატიმროს და შესაძლო მძევლები პოლიტიკურ ფარად აქციოს, ის იმეორებს იმ რეჟიმების შეცდომას, რომლებმაც მოლაპარაკება სისუსტედ აღიქვეს. ტრამპი როგორც წესი პასუხობს სწორედ იქ, სადაც ამ რეჟიმებს ყველაზე მეტად ეშინიათ. ფულზე, ბაზებზე, მეთაურებზე, პორტებზე, მარშრუტებზე და იმ მექანიზმზე, რომელიც შანტაჟს ამაგრებს. მე ვარ მილსონ ალვესი, საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი და ჩემი მიზანია ყოველდღე მოგაწოდო სანდო ინფორმაცია. სიახლეების ბულები ვიდეოს აღწერაშია. დაუტოვე ლაიქი ამ ვიდეოს, გამოიწერე არხი და ბოლოს გადახედე კომენტარებს, რომ კიდევ უფრო მეტად ჩაერთო მილსონ ალვესის საზოგადოებაში.